მართლა დაგუსვით გაგახაროთ. სულიერ წინსვლა მინდა გისურვოთ გაძლიერება სიყვარულში, რწმენაში, რა თქმა უნდა, ცოდნაში, ქრისტეს სარწმუნოების ცოდნაში. ქრისტეს სარწმუნოება ეს არის ის წყარო, ჩვენი წყარო ცოდნისა, ეს არის წმინდა წელი და წმინდა გარდამცემი. ეს არის ჩვენი წყარო ცოდნისა და რა თქმა უნდა, კიდევ ჩვენი ის ხატება, რომელიც მოგეცა გონება, ინტელექტი, დავის სული, თავისუფალი არჩევანის უნარჩვევა, ინტუიცია, აზროვნება და ასე შემდეგ ყველაფერი რაც მოგეცა ეს ინსტრუმენტებია, ასე შესაძლოა შინაგანი შეგრძნება, ჭეშმარიტების შეგრძნება, შინაგანი და გარჩევის უნარი ყოველდღიურისა და სიგრძის. შესაძლოა შეგრძნება და სურვილის მოყოლების და ყოველდღიურისა და ღმერთისა გვედნიერებისა და შემოგვიყვება და შეიძლება აი სულიერი ყველაფერი ჩადებული ჩვენში, ვისაც რომ ჩვენ ჩავხდეთ ჩვენი ცხოვრების სიღრმე, ჩვენი ცხოვრების აზრი, ჩვენი ცხოვრების ჩავხდეთ ჩვენი განუმეორებელი ინდივიდუალობა, ჩვენი განუმეორებელი ჯვარბირთულობა. რაში არის ჩვენი ცხოვრების ამოცანა, რა არის ჩვენი ცხოვრების საკითხი. და მიყვეთ ამ ის კონკრეტულ ჩვენთვის ყოველთვის მოცემულ შინაარს, კონკრეტულ დავალებას. ისა გლობალურად გასაგებია, რომ არამედ სოციალიზმის ან მოქცევის ცხოვრების ეს გლობალური ნება არის შინაარსი, მაგრამ ეს გლობალური ნება როგორ გარდაქმნება, ხო ჩვენს ინდივიდუალურ პრიზმაში ჩვენი ცხოვრების. კონკრეტულად რას იწვევს ჩვენ გარდაქმნა? ამის შინაგან არს შევწყვეტ. რა თქმა უნდა ეს ხდება ყველაფერი ეს სული სამშვენისა და სხეულის განცმედით, მარხვითა და ლოცვით, ზიარებით, აღსარებით და ასე შემდეგ. გულის განცმედით, მოკლედ რო ვთქვათ, გონების განცმედით, გულს თავისი განცმედის კანონები აქვს, გონებას თავისი განცმედის, ასე ვთქვათ, გზები აქვს და ეს ყველაფერი ემთლიანდება შემდეგ და ერთ მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოების ფონზე ეს ყველაფერი თავის ასე ვთქვათ, ქმედით შედეგებს იძლევა. მოპოვება ამისი სარწმუნოება, ქრისტეს სარწმუნოებას მოპოვება უნდა შინაგანად კიდევ. კი, გზავს, რა თქმა უნდა, მონათული, რა თქმა უნდა, ეზიარება, მაგრამ კიდევ ამას მოპოვება უნდა. ეს დიდი სარწმუნოებრივი ზრდის, იმედში და სასოებაში ზრდის, ვაჟკაცობის ან შინაგანი მხნეობის ზრდის და რა თქმა უნდა, სიყვარულის ზრდის საქმე არის, და რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. ვიდრე ჩვენ უკანასკნელ აღმოჩნდით. გრძელდება ეს და ღირს ამისათვის ცხოვრება, რომ აი ამ მოვიპოვოთ ჩვენი თავი ქრისტეში და ქრისტე მოვიპოვოთ ჩვენში. აი ეს ღირს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ტანჯვის გოლგოთის მწვერვალებზე იბადება ეს. ესე სინზე მოხმული არ არის, გოლგოთაზე ასვლა და მის მწვერვალზე მიეცემა ადამიანს, ასე ვთქვათ, ეს ტანჯვისა და ასასტელების და გამოცდილების შემდეგ, როგორც კუნალობის შემდეგ, კარგი წამალი ან კარგი რაღაცა საკვები გემრიელი, რომელსაც მიიღებს და დამშვენდება. და მე როგორ ხდება რა არის, როცა შეიცნობს სასუფეველის საქმეს და ქრისტეს საკუთარ თავში. მე ხდება სად რა არის, როგორ სად რა იყო, როგორც მწვერვალიდან, გოლგოთის მწვერვალიდან ყველაფერი როგორ სულ სხვანაირად ჩანს, ვიდრე იმის ძირში იყურებოდა და ხედავდა. მე ყველაფერი სხვა რაკურსით ჩნდება. ამიტომ და მე შვებას იღებს ადამიანი. ამიტომ და იბადება დიდი სიხარული. ეს ყველაფერი თავდება დიდი მერთან ერთად ყოფნის სიხარულით თავდება. ეს ყველაფერი თავდება და ისე იწყება და ასე შემდეგ დაუმთავრებელი პროცესია. მაგრამ ეს ყველაფერი იწყება აქ ჩვენი მიწიერი ცხოვრების შუაგულში, აქ იწყება. და ეს არის კიდევ ერთი ჩვენი მეტაფიზიკური გზა ღმერთთან მიახლოებისა და მისი ცოცხალი ყოფობის, ქრისტეს ჩვენში ცოცხალი ყოფობის დადასტურებისა, რაც უზარმაზარ სიბრძნეს იძლევა ჩვენთვის. როგორც პავლე მოციქული ამბობს 1 კორინთელთა მიმართ, ვისა თავსათვის აცდუნებ, უკვე თუ ვინმეს ბრძენი გონია თავი, თავსა თქვენ შორის ამას უყოლსა. სულელი იქნან, რათა იყოს იგი ბრძენი, რამეთუ სიბრძნე ამასოფლისა სიცოცხლე არ წინაშე ღმრთისა. რამეთუ წერილას
რომელმან შეიფხმის ბრძენი სივერაგითა მათითა და ყველა დიდყვის უფალმა უწყის ზრახვანი ბრძენთანი რამე თუ ამაო არიან ამაოზე ამას ოფლის სიბრძნე ამოვება არის ქრისტეს სულიერ სიბრძნესთან გამოცხადებით მოცემულთათვის სიბრძნესთან შედარებით ამას ოფლის სიბრძნე მართლაც ვერ იცნო ქრისტე და ვერ მიიღო არ მიიღო ჩვენი პიროვნული ცხოვრება ნამდვილის კი არა ეგოისტური ჩვენი ნამდვილი პიროვნული ცხოვრება იწყება ზუსტად აი ამ სიბრძნის შემეცნებით რომელიც ამას ოფლის სიბრძნიდან აღამაგლებს და ამას ოფლიდან აგამაგლებს და გაგაუცხორებს ამას ოფლს ჩვენი პირადი პიროვნების შემეცნება აქედან იწყება აი იწყება პიროვნული ნამდვილი ცხოვრება როცა ადამიანი ქრისტეში შედის და ქრისტეში მაღლდება და ქრისტეს შედის მასში მაგრამ ამისათვის უნდა იქნეს დაძლეული ეგოიზმი ეგოიზმი უნდა დავძლიოთ გადავაბიჯოთ ჩვენს ეგოიზმს და მხეცულ ტოლებს და მიციერეს ვთქვათ ამ ყოველგვარი ამოებისაკენ ჩამოხაუჭებას ამოებაზე ჩამოხაუჭებას გადავლაგოთ და გადავაბიჯოთ ძნელია რა თქმა უნდა ადვილი არ არის ეს ძალიან ძნელია მაგრამ ეს დიდი ხმეობისა და დიდი ფარგლების საქმეა გადავაბიჯოთ უნდა წინ უნდა წავიდეთ ოღონდ სწავლობთ დავამბობთ ბაცადებად მატერიალს და სიმშვიდე შეინარჩუნოთ როდესაც მოძღვარი თავის მოწაფეებში კონფლიქტს აქვს ატყობდა კონფლიქტური ურთიერთობას სადაც მონასტერში სკოლაში კონფლიქტის რაღაც საფუძველს საფუძველი მათ შორის არის სიმშვიდე დასანახავად იმ მონასტრის თუ იმ დასახლების ახლოს რაც წარმართული ძველი რაც მიგდებული სალოცავი იყო რაღაც ხანდაკებას ავიტივე კაი და დემონსტრაციულად მიდიოდა ხოლმე იქ აიღება ქვას ესმოდა კერპს შემდეგ დაეცემოდა მუხლებზე თავს გაუღრინა მადლობას ეთქოდა და წავიდა და ეს სისტემატურად გაკეთებდა რამდენიმე ხანი და ბოლოს მოწაფეებმა კითხეს რა აბსურდულ რაღაცას აკეთებ რა საკეთებ ვერ გავიგე თუ რას ნიშნავს რაღაცა კერპთან ეს ქვას გამოდიხარ და ასე შემდეგ ამას თქვენთვის ვაკეთებ თქვენ ნახეთო ეს კერპიო ხო იცით აი რომ ესრე ქვასო გაბრაზდაო რამე რეაქცია ქონდაო მას რამე ან შემაგინა ან მიყვირა ან მეჩხუბა ხელში მომიბრუნა რამე ქნაო ეს არაო რო ვაქებდიო და თავს უხრიდიო მადლობას და ვაქებდი და ვადიდებდიო დაუშვათ რა კარგი კერპი რაღაცას მადლობას და საპასუხო ქებას მიწვნიდაო არაო აი ესე გუგრილი უნდა იყოს თქვენო ქებისადმისაც და აგრესიისადმის თორე ძნელია ესე გააკეთოს ჩვენთვის ერის ხალხის ხალხის მაგრამ კაპიტალიზება არის შორის კეთილგანწყობილი გარკვეული გულგრილობა ანუ ნუ იქნები დირიჟორი შენი ცხოვრების დირიჟორი შენ არ ახარ და რეჟისორი მიეც საშუალება იმისა რომ იმოქმედოს რეალობამ თავი გაშიფროს მიეც საშუალება არ უნდა მოეცდები რომ შენ საცეკვაო მუსიკა და საცეკვაო მოძრაობები ამ რეალობას შენ შესთავაზო და დაუნიშნო დაუწესო ნუ მოინდომა რა რეჟისორობა დირიჟორობა აცა და თავისით გაიშიფრება ბრძენი დაკვირვებელი და დაკვირვებით შვიდად შეხედავს როგორც მიუკერძოებელი დაკვირვებელი შეხედავს და არ მიეჯაჭება არის ეს სუდია ის კარგია ის მტერია ის მოყვარეა ეს მაწუხებს ის მეფერება ის მაბრაზებს ის მაქებს ყველასადმი ერთნაირად ობიექტურად ქრისტიანული გონებით და გულით გამშვალულია იმიტომ რომ ჩავარდება განპირობებულობაში და ცალსახა იქნება მისი შეფასება ესე რომ არ მოხდეს ამისათვის უნდა ამაღლდეს ყოველივე ამაზე და სხვა რაკურსით შეხედოს ამ ყველაფერს და მაშინ მისი ქრისტიანული მზერა ობიექტურად დაიქვამს ამ რეალობას ნუ ჩაებღაუჭეთ ნუ ზურგზე მოიკიდეთ
არის და ნუ ჩემ ჩავს სხვას მიჩაებ გავუჩემ. აცადე, შვიდად იარე ქრისტეს გზაზე. და შენი გვაქცელობა გააგრძელ. დანარჩენი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა. ამაზე ნათქვამი, იხამ ნება შენი. და არა ნება ჩემი. ვითაც სათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ეს ერთ-ერთი მომენტია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ძალიან მძიმე დროში ვცხოვრობ, მძიმე ცხოვრებაში ვცხოვრობ. როდესაც ასევე ერთი კიდევ პატერი კი მახსენდება, როდესაც თითქოს ესეთი ხილვა იხილა ერთ-ერთმა წმინდანმა და ხედავს სამი ადამიანი, სამი სასულიერო პირი, არ აღნიშნულ იმის საეროებს. იდგა მდინარის პირას, დიდი მდინარის პირას და შორიდან ხმა გაისმა, აიღეთ ცეცხლოვანი ფრთები და გადმოფრინდით ჩემსკენ. და მართლაც ორმა აიღო. ერთმა აიღო ეს ფრთა, ცეცხლოვანი ფრთები და უეცრად გადააფრინდა ამ მდინარეს. გადაეშვა, გადააფრინდა. მეორემაც აიღო, ხო ცოტა ნაკლები რაღაცა ცეცხლი ქონდა ამ ფრთებს. მაგრამ მაინც გადააფრინდა ამ ისიც ამ მდინარეს. მესამემ რაღაცა ძალიან ჩამქრალი ფრთებიანი რაღაც ინსტრუმენტი აიღო მოკლედ და რო აიღო ესე ზლის მოკლედ ხან კიდაღამ ჩავარდა, ხან რაღაცა აერია, ხან კიდაღამ ჩავარდა ამ წყალში. თითქოს მე რაღაც ავიდა ისევ ზევი, მოკლედ წვალებით გადაფრინდა ესეც კარგი. ასე ხართო თქვენцо. ეს პირველი ხალხი იყო, ადრე როცა ესე ცეცხლოვანი ფრთები პირდაპირ გადაეულებოდნენ ამას სოფლის ზღვასო. მეორეო ცოტა აქეთო, რომლებიც უკვე ცოტა დასუსტდნენ, აი ესე წვალებით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ მესამე ეს თქვენ ახართ, რომლებიც აი ბეწვზე მორჩილებით, სიყვარულით, ქრისტეს რწმენით გადაევლებით ამასო, მაგრამ ერთადერთი სათრუება რაც დღევანდელ ასე თქვა, თუ შეიძლება ითქვას ბოლო ჟამის ხალხს არ ვიცით ახლა როდის რა იქნება, მაგრამ ისე მაინც სიმპტომები ამის ხო არის და მონაცემები და რაღაც ნიშნები. ბოლო ჟამის ხალხს უიქნებათ, რომ დიდი სათრუებებში დიდი სიმძლავრე ვერ გექნებათ. სიყვარულის ნაკლებობა, სარწმუნოების ნაკლებობა, იმედის ნაკლებობა, ასე თქვა, ყველაფერი ეს, მაგრამ მაინც წვენად რჩება. მაგრამო განსასწრებელი და ეს ჩვენად დღეს გვაქვს განსასწრებელი, სტუმრები, რაღაც კრიზისი, ხილული უხილავები ბრძოლა, ამას თუ თქვენ მოიწმენდო, ყველაფერი იმის მიუხედავად შეიძლება სულიერობაში ვარსკვლავებს ვერ წვდომთ და ცეცხლოვანი ფრთები არ ქონდეს. თუ ამ ყველაფერს მოიწმენთ გონივრულად, რომ ქრისტეს არ დაკარგავ, ქრისტეს ევედრებით, აი ამით ცხონდებიან ეს ბოლო ხალხი, ბოლო ჟამის ხალხი, იმიტომ რომ აი ესეთი პირობებში ერთადერთი ისაა, რომ გაუძლო, გადაიტანო განსასწრებელი და ბრძოლა და ხილული უხილავი ასეთი პრესი. რასაც ჩვენ გავდივართ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხა ვინ იცის, როდის რა იქნება, მაგრამ მაინც ზოგადად ეს ქრონიკულად არის, ეს პერმანენტულად არის ეს. და მძიმდება ეს ბრძოლები, ხო და დროს ჩქარდება და ჩქარდება. რაღაც გარკვეული გონება ვისაც აქვს და გული და გონება გახსნილი რაღაცეებს ხო ხედავს და ხდება. და გახსნას და თავისი გული და სული გულწრფელად უფლისად და მიეცემა ყველაფერი. და ასე შემდეგ, აი მოკლედ ყველაფერი ღმერთისაგან მიგვითითებს, ყველაფერი რაც ჩვენ ცხოვრებაში არსებობს, გვაკავშირებს ღმერთთან. ჩვენი არსებობის ალფა და ომეგასა, ჩვენი არსებობის საწყის და საბოლოო მიზეზთან, რომელიც არის უხალი ჩვენი იესო ქრისტე და რომელიც დიდებასა, პატივსა, თაყვანისებასა აღწევს მამისა და ძისა და წმინდისა სულის ას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.